მოგესალმებით. ამ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ HTML-ს. HTML-ი არ არის პროგრამირების ენა, კარგად მინდა რომ დაიმახსოვროთ, ეს არის მარკირების ენა. ინგლისურიდან რომ განსაზღვროთ HTML-ი თუ რას ნიშნავს, ეს არის Hypertext Markup Language. როგორც სლაიდზე არის მითითებული, ესე რომ ვთქვათ, მას აქვს თავისი გარკვეული სინტაქსი, რომელიც აუცილებელია, რომ ბრაუზერმა დაინახოს ეს სინტაქსი და ბრაუზერმა აღიქვას, რომ ეს არის HTML დოკუმენტი და HTML დოკუმენტის გახსნით იხსნება ჩვენ ბრაუზერში, ესე რომ ვთქვათ, ვებსაიტი. ხომ, პირველ ხაზზე აუცილებლად უნდა ეწეროს ნაკლებია ნიშანი, შემდეგ ძახილის ნიშანი, doctype HTML და შემდეგ მეტობის ნიშანი. ეს მიანიშნებს იმას, რომ მის შემდეგ არსებული ყველა კოდი არის HTML ფორმატში და ბრაუზერს ვეუბნებით, რომ ეს საიტი, რაზეც ვართ შესული და გვაქვს მითითებული ნაკლებია ძახილის ნიშანი, doctype HTML მეტობის ნიშანი, ის აღიქვას როგორც ვებსაიტი და გვაჩვენოს ჩვენ ბრაუზერში როგორც ვებსაიტი. სანამ დავიწყებთ კოდის განხილვას, HTML კოდის განხილვას, მოდით ჯერ განვიხილოთ მისი სტრუქტურა. HTML-ის სტრუქტურა არის ასეთი, როდესაც ჩვენ მას განსაზღვრავთ ბრაუზერში, დავიტყვით, რომ doctype HTML-ი, ანუ შემდეგი კოდი მოდის უკვე HTML დოკუმენტი, ჩვენ იქვე უნდა განსაზღვროთ ამ დოკუმენტის ენა. ამისათვის HTML-ში, ანუ მეორე ხაზში, აქ სადაც მაუსი მაქვს ახლა მიყვანილი, HTML-ი, შემდეგ space-ი, დაშორების, გამოტოვების სიმბოლო, language, ანუ ენა, შემოკლებით ეს არის lang, უდრის და ბრჭყალებში გვაქვს დაწერილი n. ეს ნიშნავს, რომ შემდეგი ეს HTML დოკუმენტი, ეს ვებსაიტი არის ინგლისურ ენაზე. ქართული შემთხვევაში გვექნებოდა k, გერმანული შემთხვევაში გვექნებოდა de და ასე შემდეგ. ყველა ენას, მოკლედ, ყველა HTML-ი ჩვენ ვიცით, რომ ვებსაიტი რამოდენიმე ენაზე არის და ესე რომ ვთქვათ, ისინი განსაზღვრული უნდა იყოს დასაწყისშივე. ხო, მოკლედ, ეხლა განვიხილოთ სტრუქტურა. მას შემდეგ, რაც ჩვენ განსაზღვრავთ თვითონ HTML-ის, ანუ ვებსაიტის ენას, შემდეგ გვაქვს სამი ძირითადი კომპონენტი. ამ სამი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი HTML-ი, ანუ ჩვენი ვებსაიტი, რასაც უყურებთ. პირველი არის head-ი, აი აქ გრაფიკაზე მაქვს მოყვანილი, ესე რომ ვთქვათ, მარტივად რომ გაიგოთ, რომ ადამიანს შევადაროთ ეს HTML-ი, ანუ ეს დოკუმენტი ვებსაიტი შევადაროთ ადამიანს. ყველა ადამიანს გვაქვს თავი, შემდეგ გვაქვს ესე რომ ვთქვათ, სხეული, ანუ ეს კესრიდან დაწყებული, ფეხებამდე დამთავრებული და შემდეგ გვაქვს ეგრეთ წოდებული ფუტერი. ანუ ბოლო, საიტის ბოლო. ანუ გვაქვს head-ი, გვაქვს body, ანუ სხეული, head-ი არის თავი, body არის სხეული და ფუტერი ეს არის უკვე ბოლო, ანუ საიტის ფეხი. ხომ, ეს არის სამი ძირითადი კომპონენტი, რაც რისგანაც შედგება ვებსაიტი. ეხლა კი განვიხილოთ თუ რისგან შედგება ასევე პირველი კომპონენტი, მეორე და მესამე კომპონენტები, ხო? პირველი კომპონენტი head-ში ჩვენ წერთ მეტას, ანუ მეტათი პირველი, რაც აუცილებელი არის ყველა ვებსაიტისათვის, უნდა განსაზღვროთ ჩვენ მისი, ესე რომ ვთქვათ, სიმბოლოების კოდირება. სიმბოლოების კოდირება არის სხვადასხვა. UTF-8 არის, ესე რომ ვთქვათ, Unicode-ი. Unicode არის ისეთი სიმბოლოების გაშიფრვა ხდება და დაშიფრვაც, რომელიც არის ესე რომ ვთქვათ, მაგალითისათვის ავიღოთ ქართული ენა. ადრე იყო პრობლემა, რომ ესე ვთქვათ, სიმბოლოების პრობლემა იყო, ქართულ ენას ყოველთვის ბრაუზერი ვერ კითხულობდა, შემდეგ ეს განვითარდა ეს ტექნოლოგია და დღეს უკვე ეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს UTF-8 ფორმატი, ეს არის ვთქვათ, Unicode ფორმატი, რომელსაც შეუძლია აბსოლუტურად ნებისმიერი ენის სიმბოლო გვაჩვენოს ჩვენ ვებსაიტზე. ხომ, კიდევ
head-ში გვაქვს ჩვენ title, ესე რომ ვთქვათ, აი აქ არის ნაჩვენები, ეს ჩვენი title-ი. ამ შემთხვევაში document title წერია და ეხლა გაჩვენებს თუ სად არის, სად მდებარეობს ზუსტად აი ეს title-ი ჩვენს, ესე რომ ვთქვათ, სახელი, ვებსაიტის სახელი ჩვენს ბრაუზერში, როდესაც ჩვენ ვებსაიტს ხსნით. ხო, როდესაც ჩვენ ვებსაიტზე შევდივართ, ზემოთ ყოველთვის გვაქვს, ესე რომ ვთქვათ, ვებსაიტის სახელი. ნებისმიერ ვებსაიტზე, სადაც არ უნდა შევიდეთ, ყოველთვის გვექნება ეს. ამ შემთხვევაში, ამ გვერდის Easy Business-ის სახელი არის Easy Business ინგლისურად მინუსი და Easy Business-ი. ესე რომ ვთქვათ, ქართულად დაწერილი. ხომ, ეს იყო ის სიმბოლო, რაც ეხლა გაჩვენეთ, ანუ title-ი, ანუ ვებსაიტის სახელი. ის იწერება head-ში. ესე რომ ვთქვათ, კომპონენტში, HTML კომპონენტში head-ის ქვემოთ. ხო, ეხლა რაც არის კიდევ მნიშვნელოვანი, ანუ head-ი გაიხსნა, ანუ თავი გაიხსნა. მოდი ესე შევხედოთ. ანუ ვებსაიტის თავი გაიხსნა, იქ ჩავწერეთ ჩვენი ვებსაიტის კოდირების ენა, შემდეგ ჩავწერეთ ვებსაიტის სახელი და შემდეგ დავთავრდა, ესე რომ ვთქვათ, ვებსაიტის თავი. არის კიდევ სხვა კომპონენტები, რომლებისგანაც შედგება head-ი, შეიძლება ის იყოს ძალიან ბევრი კომპონენტი, ამას ჩვენ გავივლით ნელ-ნელა ჩვენი კურსის განმავლობაში და ესე რომ ვთქვათ, აქ ასევე ხდება ფაილების მიბმაც, რომლებსაც შემდეგ კიდევ განვიხილავთ მომდევნო ვიდეოებში. ხო, მოკლედ, ამის შემდეგ, როდესაც ჩვენ დავამთავრებთ head-ს, იწყება body. ანუ როდესაც დამთავრდება თავი, კისრიდან იწყება უკვე, ესე რომ ვთქვათ, ადამიანის სხეული, ასევე იწყება, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი web გვერდის სხეული. აქ ძირითადად აქ განთავსებული არის ჩვენს ვებსაიტზე განთავსებული აბსოლუტურად ყველა კომპონენტი და ყველა, ესე რომ ვთქვათ, ვიზუალური გამოსახულება, რასაც ჩვენ ვხედავთ ვებსაიტზე შესვლის შემდეგ. ხომ, ეხლა თვალსაჩინოებისათვის მე ამას გაჩვენებთ, ანუ აქ კომენტარად მაქვს ჩასმული, რომ აქ იქნება კონტენტი, ანუ body-ში არის კონტენტი და ქართულად დავწერე, რომ აქ იქნება კონტენტი, მაგრამ ეს არის პროგრამირების HTML ენისათვის, ეს არის, ესე რომ ვთქვათ, კომენტარი, ანუ ნაკლებობის ნიშანი, ძახილის ნიშანი, შემდეგ ორი მინუსი და შემდეგ დავწერთ, რასაც გვინდა და შემდეგ კომენტარს როდესაც დავწერთ, შემდეგ შეგვიძლია დავწეროთ ორი მინუსი გადამულად და შემდეგ მეტობის ნიშანი. აი ამითი ჩვენ უკვე დავწერეთ კომენტარი. ხომ, კომენტარი აუცილებელი არის პროგრამირებაში, როდესაც ჩვენ კოდებს ვწერთ, იქ ყოველთვის უნდა მივუთითოთ კომენტარები, რათა სხვა ესე რომ ვთქვათ, დეველოპერებისათვის მარტივი იყოს მიხვედრა თუ რას წარმოადგენს ესა თუ ის დაწერილი კოდი. ეხლა კი მინდა გაჩვენოთ თუ როგორ გამოიყურება პრაქტიკაში body, ანუ სხეული, ვებსაიტის სხეული. როგორც გითხარით, ვებსაიტის სხეულზე, სხეული არის ის თუ რასაც ხედავთ ჩვენ ვებსაიტზე. ხო, ეს არის დაწყებული ლოგოთი, აი ამ წერტილიდან დაწყებული, აი ამ ხაზიდან დაწყებული უკვე დამთავრებული თითქმის ბოლომდე, ანუ აქამდე არის, ესე რომ ვთქვათ, გრძელდება ბოლომდე. შეგვიძლია რომ ასევე დავყოთ ცალკე და ესე რომ ვთქვათ, ფეხი, საიტის ფეხი. ამ შემთხვევაში მე მაქვს გამოყენებული ორი, ესე რომ ვთქვათ, ორდონიანი საიტისთვის ფეხი და ამ შემთხვევაში ისინი აქ არიან გათავსებული. სხვა შემთხვევაში კი სტანდარტულად შეგვიძლია რომ, ესე რომ ვთქვათ, მთელი კონტენტი, საიტის კონტენტი დავწეროთ body-ში. მნიშვნელოვანი არის გავიგოთ ძირითადი პრინციპი HTML-ისა, რომ ბრაუზერში როდესაც შევდივართ, იქ უნდა ეწეროს კოდში, რომ ეს არის HTML-ი, doctype HTML და შემდეგ ის ბრაუზერი გვიტვირთავს ჩვენ დაწერილ კოდს, რომელიც უნდა იყოს HTML სინტაქსში. ანუ სინტაქსი რო ვთქვათ, ეს არის ენა. ანუ ჩვენ ხომ მოდით ახლა სინტაქსიც გეტყვით სწორად, რომ იცოდეთ რას გულისხმობს სინტაქსში. ესე იგი სინტაქსი არის როგორც ქართულ გრამატიკაში არის გვაქვს ჩვენ სინტაქსი, ისე არის, ესე რომ ვთქვათ, სინტაქსი პროგრამირების თუ მერქაპ ენებისათვის, ამ შემთხვევაში HTML-ისათვის, ჩვენ გვაქვს HTML-ი, ესე რომ ვთქვათ, სიმბოლოები ინგლისურად, მაგრამ აუცილებელია დავწეროთ, აი თანმიმდევრობით
თანმიმდევრობით HTML და არა მაგალითად MTLH ამ შემთხვევაში ვერ გაიგებს, ხო? ანუ ეს რა სინტაქსი და რა გვიწერია, ხო იქ? ანუ როგორც სინტაქსის მიხედვით body არის body-ით იწერება და არ იწერება მაგალითად D epsilon B20, ხო? ანუ ამ თანმიმდევრობით არ იწერება, ამიტომ ესე იგი სინტაქსი ნიშნავს იმას, რომ მერქაბ ან პროგრამირების ენას მივაწოდოთ და დავწეროთ ზუსტად ისე, როგორც ესე რა ვთქვათ, გვეუბნებიან მისი შემქმნელები, რომ აი ეს არის მისი სინტაქსი. დეტალურად ამას გავიცნობთ, ჩვენ გავილით კურსის განმავლობაში და უფრო ნათელი იქნება თქვენთვის ეს. კი ბატონო, სულ ეს იყო დღევანდელ ვიდეოში. იმედი მაქვს, რომ უმეტესად გაიგეთ, თუ ვერ გაიგეთ, არც ეს არის პრობლემა. შეგიძლიათ უყუროთ ამ თავში ნაჩვენებს სხვა ვიდეოებს, ესე რა ვთქვათ, და თუ კი ამ შემთხვევაშიც ვერ გაიგებთ რაიმეს, ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ რომ პირად შეტყობინობაში მომწეროთ და შემეკითხოთ. ხო, კიდევ რაც არის მნიშვნელოვანი, ხო, მომდევნო ვიდეოში ჩვენ უკვე განვიხილავთ HTML, ანუ აი აქ განთავსებულ body-ში განთავსებულ სხვა კომპონენტებს. ხო, სულ ეს იყო დროებით დაკავშირებით მომდევნო ვიდეომდე.